ყველა მის რომ ეს ძალიან ქართული წონა არის ეს 90 კილოგრამი. სულ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ყავს და ძალიან ბევრი ყავს მაგ წონაში და მეც მინდა რომ ჩემი სახელი 90 კილოგრამში, როგორც ან ოლიმპიურმა ან მსოფლიოს ჩემპიონმა ჩემი რა თქმა უნდა 91 კილოგრამში ჭიდაობის შემდეგ სურვილი მაქვს რომ ჩემი სახელით დარჩეს 90-ში და მანდაც მივახციო წარმატებას. ტოკიოს ოლიმპიადაზე ვფიქრობდი და რა თქმა უნდა იგეგმებოდა ჩემზე ოქრო და სურვილი რა თქმა უნდა და ბრძოლა იყო ოქროსთვის. თუმცა იქ რაღაც ცოტა გადავამეტე ამ ბრძოლასაც, სურვილსაც და ნუ ისე მოხდა რომ ძალიან სწრაფად მინდოდა რომ გავხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი და ამ სისწრაფეში დავმარცხდი. არც გულშემატკივრობა არ იცის და არავინ არ იცის ძალიან ახლო მეგობრების და ოჯახის წევრების გარდა. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ იმდენად განვიცადი და ისე მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა რომ რამდენიმე თვე ოლიმპიადა როცა ჩამოვედით, ძიუდო საერთოდ თავი დავანები აღარ მინდოდა, რაც საერთოდ აქსესუარი მქონდა ძიუდოს, კიმანოები, სპორტულები თუ რავი რაც შეიძლება რომ ძიუდოს უკავშირდებოდეს, ყველაფერი გავაჩუქე, მორჩი ძიუდოს, ყველა მიცოდა ჩემ ახლობლებმა რომ ძიუდოს აღარ ვაგრძელებდი და მორჩა ჩემთვის ძიუდო. ძალიან ბევრი ლაპარაკები იყო იმის შესახებ რომ ისე ძიუდოში ყოფილიყავი, უბრალოდ მე არც განვიხილავდი, არ მინდოდა. იმდენად გული დამწყდა და 3 ან 4 თვის შემდეგ ზუსტად არ მახსოვს იმ რეიტინგის პირველი ნომერი გავხდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ესე მოხდა რეიტინგის პირველი ნომერი გავხდი და რაღაც სურვილი გამოჩნდა რომ ისე მეჭიდავა მომზადებელი წავედი გრან პრიზე ზაგრებში და იქ შევძელი გამარჯვება. მე შემდეგ კიდევ ვცადე პარიზი იყო ძალიან მალე პარიზეც ფინალი ვიჭიდავე სრულად მომზადებელი და ნუ მეთქი თუ ესეთი მაგარი ვარ შევძლო თქო და მოვიგავხდე ოლიმპიური ჩემპიონი მეთქი გავხდე საფრანგეთში თქო და ამ საფრანგეთის მომზადების პერიოდში შემთხვევით მოვიგე 3 მსოფლიო და 3 ევროპა და რა ვიცი და ოლიმპიური ფინალი სამწუხაროდ წავაგე, მაგრამ ძალიან მაგარი იყო და ფიქრობ რომ ნახევარ შეხვედრა უკვე მოგებული მაქვს გულშემატკივარი რომ ბევრი მყავს და იქ გულშემატკივარი მყავს და ჩემი ოჯახი რო იქ არის და პარიზის ოლიმპიადის და ტოკიოს განსხვავება ის იყო რომ იქ გულშემატკივარი არ მყავდა, აქ ჩემი გულშემატკივრები ძალიან ბევრი იყო ჩამოსულები და ერთად ვიბრძოდით, რა მარტო არ ვიბრძოდით და მაგრად ვიყავი უფრო. როდესაც ნახევარფინალში გამარჯვება მივიღე, ფიქრი არ იყო იმის რომ უკვე медали მქონდა და გარანტირებული იყო და რაღაც. მაშინვე ფსიქოლოგიურად ჩემი თავისი განმოწყე რომ დღეს საერთოდ ამ მქონა ნაჭიდავები და მხოლოდ ერთი შეხვედრა მქონა დარჩენილი, რომელიც აუცილებლად უნდა მომეგო და მხოლოდ იმ შეხვედრისთვის უნდა გავწყობილიყავი. ნაგასე არის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი მთელი მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში, რადგან უკვე 2 ოლიმპიური ოქრო აქვს, მსოფლიოს ჩემპიონია. ჩვენ უკვე მეოთხედ შევხვდით ერთმანეთს ოლიმპიურ ფინალში და არ ვიცი, ალბათ ორივე საბრძოლოდ ვიყავით იქ გასული და ორივეს გვინდა ოლიმპიური ჩემპიონობა, მაგრამ ალბათ მას უფრო მეტად დალაგებული და გააზრებული ქონდა. რადგან მე მასვე რო ვაჯობე, წინა სამ შეხვედრაში ყოველთვის ისეთი დაძაბული და რთული შეხვედრები გვაქვს და გქონდა ხოლმე რომ ვერ ტყოდი რომელი უფრო ანძლიერა, რომელი უფრო მოიგებდა ან რაღაც მსგავსი. მაგრამ ოლიმპიურ ფინალში ალბათ ისე დროს მოვდოდი, სადაც არ მოდუნებულიყავი და მაგას ზუსტად მასეთი მოჭიდავია, შეცდომის არ გვატიობს. თუ შეცდომას დაუშვებ მასთან, მსგავსად დაიჭი. ეს სპორტია. მე ჩემ ოჯახთან ერთად ეს ცოტა რთული თემა გადავლახე და ეხლა უკვე ახალი იმედები თუ არ, ახალი мотиваციით ვარ და ალბათ ყველაფერი კარგად იქნება მომავალში. ჩემ მეგობრებთან და ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნე ეს წარმატება, რა თქმა უნდა ეს ყველაფერს ოცნება არის. ოლიმპიადაზე ჯერ მოხვედრა და იქ შემდეგ მედლის აღება და წარმატების მიღწევა. რომ გავხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი 91 კილოგრამში პარიზში, აუცილებლად დიდი სურვილი იყო და დიდი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის, იმიტომ რომ ნათქვამი მქონდა თუ გავხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი 91-ში მოგებული მექნებოდა ევროპას, მსოფლიოს და ოლიმპიადას და უკვე ახალი გამოწვევების მიღება მინდოდა და რატომაც არა გადავიდოდი 90-ში და აღარც წონის კლება მომიწევდა, მომიზადებოდა 90-ისთვის და იქ გავაგრძელებდი. თუმცა მაინც ერთადერთი ოლიმპიური ოქრო მაჩერებს და ჩერდები ჯერ ისევ 91 კილოგრამში და 90-ს რაც შეეხება, ვფიქრობ რომ მომწონს მათ ჭიდაობა, ძალიან ჩემთვის რაღაც მხრივ მარტივი არის. ძალიან პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ვფიქრობ ძალიან შევიცვალე. ძალიან დიდი გაკვეთილი იყო კიდევ ერთხელ ტოკიოს შემდეგ ამ პარიზის გაკვეთილი ძალიან დასამახსოვრებელი იყო და ვფიქრობ რა შეცდომაც იყო პარიზში და ამ მოსამზადებელ ამ 4 წელიწადში, 3 წელიწადში რა შეცდომებიც იყო, ეს ყველაფერი მაგალითი იქნება შემდეგი 4 წლიანი ციკლის. რა თქმა უნდა, იგივე შეცდომების დაშვებას არ ვაპირებ და რავი, თავს უფრო შვიდად გძნობ ტატამზე, უფრო გამოცდილად, უფრო ძლიერად, მიუხედავად იმისა, რომ 90 კილოში ვიჭიდავე.
ვფიქრობ, რომ უფრო მაგარი ვარ და ძლიერი ვარ და ვიქნები, ამისთვის ძალიან ბევრ რას გავაკეთებ. შემდეგ 4 წლიან ციკლში.